არ ვიცი, კამერით რამდენად ახმადი იქნება, მაგრამ შიგნით იყო დიდი, ასე ვთქვათ, ხატი ასევე. და ზემოთ არის კიდევ, ასე ვთქვათ, მთლიანად ამ სვეტზე, რომელიც ეს სვეტი დედა ღვთისმშობლის იყო, ასე ვთქვათ, და იქ ჩანს კიდეც გამოსახულება დედა ღვთისმშობლისა. და სურვილებს უსრულებს. კომუნისტების დროს არის შემოწირული. სამსახური იკეტებოდაო და შესთხოვეს რომ არ დაიკეტოს და პირიქით მოხდაო, ანუ ეს სამსახური შეინარჩუნეს ასე შემდეგ და ეს ხატი მაშინ არის შემოწირული და მისი ანალოგი ვერ კეთდება. ძრა მდინარე არის. ესეც სასწაულმოქმედია და აი აქ ხედავ და საოცარ ძალასაც გრძნობ. პანდემიის დროს უკვე შენიშნეს რომ ირონის დიოდა. ორი ახსნა აქ ამას თურმე, მე არ ვიცოდი რომ ეს არის ან დიდი განსაცდელი და ასევე წყალობა. და შემდგომ იყო რომ ჩაიკეტა ეს, გახსოვთ ალბათ პოლისი და მარნეული. წელს მოგეხსენებათ რუსთაველის გამზირზე დაიძაბა სიტუაცია და ის რაც ხდებოდა სამწუხაროდ რუსთაველზე, აი ამ პერიოდში თამარ მეფის ხატს თვალებიდან წამოვიდა ასევე ძრემლი. ეს არის მცირე ძალიან ისე თქმაც ახლა მე შემიძლია და თვითონ ტაძარშიც რო შემოდიხარ, წარმოუდგენელია რომ აქ რაიმე სხვა არ იგრძნო. ეს ხატი, რომელმაც მიიქცია, არ ვიცი, ჩემი ყურადღება, როცა დედა უგვიხსნიდა, ეს არის ქრისტეს გამოსახულება მაცხოვარი ტირის იმაში, როდესაც ერთი ბავშვი კლავენ. ამ შემთხვევაში იგულისხმება ნაყოფის მოშორება.